ჰარვარდის სახელმძღვანელოებში შესული ბიოგრაფია, უამრავი ჯილდო, ქველმოქმედებისათვის და რაც მთავარია, კარგი რეპუტაცია. ლიკა შინგი Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მერვე პოზიციას იკავებს. ლიკა შინგი, ჰონგ-კონგი, 84 წლის, ქონება 31 მილიარდი დოლარი. კომპანია Hutchison Umphua Limited Cheng Kong Holdings. დღეს ის საკონტეინერო ტერმინალებისა და კოსმეტიკური ნაწარმის უდიდესი ოპერატორია მსოფლიოში. ალი კაშინგს ქონება მემკვიდრეობით არ მეუღია, კაპიტალი თავადვე დააგროვა. ბევრს ისიც უქმნის, რომ კაშინგს არც სკოლა დაუმთავრებია და არც უმაღლესი სასწავლებელი. როცა 15 წლის იყო, მამა გარდაეცვალა და გადაწყვიტა ოჯახს თავად დახმარებოდა. ამიტომ მიატოვა სკოლა და სამუშაოდ საათების მაღაზიაში მოეწყო. თავისუფალ დროს ბიზნესის საფუძვლებს დამოუკიდებლად სწავლობდა. საქმე კარგად წავიდა და 1 წლის შემდეგ მუშაობა პლასმასის ქარხანაში დაიწყო. 1950 წლისთვის კი უკვე საკუთარი საინვესტიციო კომპანიის Cheng Kong Holdings-ის ჩამოყალიბებაც შეძლო. 10 წლის შემდეგ კი მის უკვე წარმატებული ბიზნესმენის რეპუტაცია ჰქონდა. 1979 წელს კომპანია Hutchison Umphua-ს შეერთებით კი კაშინგმა თავისი კორპორაცია გააფართოვა. ოდესღაც მეც დაქირავებული მუშა ვიყავი, ამიტომაც კარგად ვიცი რა სჭირდება ჩემს თანამშრომლებს. 2013 წლის მონაცემებით ლიკა შინგის ბიზნეს ობიექტებში 270,000 ადამიანია დასაქმებული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჰონგ-კონგში ყოველი მეშვიდე საცხოვრებელი სახლი სწორედ მისი აშენებულია. მე შევიქონი გარკვეული ჩარჩოები არსებობს ბიზნესის რამდენიმე სფერო, რომელთაც არ გავეკარები. ეს ჩემი პრინციპია და არასოდეს უღალატ. ლიკა შინგი ერთ-ერთ ყველაზე კანონმორჩილ ბიზნესმენადაც კი აღიარეს. სასტუმროების ქსელებს, ტელეკომუნიკაციებს, უძრავ ქონებასა და საკუთარი ბიზნესის სხვა სფეროებს ის თავად აკონტროლებს. მაშინ როცა საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იყო, ლიმ გარისკა და პირადი ინვესტიციები Facebook-სა და Spotify-ში ჩადო. თავი კი ასე გაიმართა, ადამიანი, რომელიც ინვესტიციებს ტექნოლოგიებში ახორციელებს, თავს ბევრად ახალგაზრდად გრძნობს. ჰონგ-კონგელები ხუმრობენ კიდეც, ლიკა შინგის ბიზნესის არეალი იმდენად ფართოა, რომ ჰონგ-კონგში გადახდილი ნებისმიერი თანხიდან ყოველი 5 ცენტი მის ჯიბეში მიდის. თავად კი ფიქრობს, რომ თავარი მხოლოდ კარგი რეპუტაციაა და ბიზნესმენი კლიენტის ერთგული უნდა იყოს. მე-6 ადგილს ძმები დევიდ და ჩარლზ კოუკები ინაწილებენ. ორივე მათგანი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და თითოეულის ქონება 34 მილიარდ დოლარს შეადგენს. დევიდ კოუკი 72 წლის, ჩარლზ კოუკი 77 წლის. კომპანია Coke Industries. კომპანია, რომელიც ქიმიური პროდუქტების გადამუშავებასა და წარმოებაზე მუშაობს, ძმებს მამისგან ფრედ კოუკისგან მემკვიდრეობით ერგო. თუმცა მაშინ ნავთობის გადამუშავებელი კომპანია არც ისე განვითარებული და წარმატებული იყო. როგორც ჩანს, მამამ დევიდსა და ჩარლზში განსაკუთრებული თვისებები დაინახა. სწორედ ამიტომ 4 შვილიდან მხოლოდ ისინი გამოარჩია და ტექნიკური განათლება მისცა. მამის ჩანაფიქრმა გაამართლა დევიდ და ჩარლზ კოუკებმა კომპანიის მოგება მამის გარდაცვალების შემდეგ 2600 ჯერ გაზარდეს. დევიდ კოუკმა ტექნიკური საგნებისადმი ინტერესის გარდა სხვა ნიჭის გამოავლინა. მასაჩუსეტსის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას კალათბურთის თამაში დაიწყო და სასწავლებელში რეკორდით დაამყარა. მაგრამ 1970 წელს სპორტს თავი დაანება და მამის მიერ დატოვებულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. 9 წლის შემდეგ კი 39 წლის დევიდი პრეზიდენტის გახდა. ჩარლზ კოუკმა ქიმიური ტექნოლოგიების შესწავლას 8 წელი მოანდო. 1960 წელს კოლეჯის შემდეგ უმცროსი ძმის მსგავსად სამუშაოდ პირდაპირ მამასთან არ წასულა და გადაწყვიტა გამოცდილება ჯერ სხვა კომპანიაში მიიღო. სწორედ ამიტომ არტურ ლიტლის კორპორაციაში არც ისე მაღალ ანაზღაურებად სამსახურს დათანხმდა. 1 წლის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა და საგვარეულო ბიზნესი ჩაიბარა. 1967 წელს კომპანიას მამის საპატივცემლოდ Coke Industries დაარქვა. 2007 წელს ჩარლზ კოუკმა წიგნის გამოუშვა სახელწოდებით წარმატების მეცნიერება, სადაც საკუთარი მენეჯმენტის ფილოსოფიას აღწერს. წიგნი ბესტსელერების შორის მოხვდა და კოუკისათვის შემოსავლის კიდევ ერთ წყაროდაც იქცა. ძმებმა კოუკებმა სახელი ქველმოქმედებითაც გაითქვეს. 1998 წლიდან სამედიცინო კვლევების განვითარებისათვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი გადარიცხეს. არასებობს წარმატების საიდუმლო, ეს უბრალოდ მომზადების დიდი ძალისხმევისა და შეცდომებზე სწავლის შედეგი. კოლინ პაუელის ამ ფრაზას უამრავი ბიზნესმენი ეთანხმება. მემკვიდრეობით დატოვებულ ქონებასაც მოვლა განვითარება სჭირდება. ალბათ ამიტომაც მილიარდერების ნაწილი თვლის, რომ მათი ცხოვრება არც ისე უპრობლემოა. Forbes-ის მილიარდერების ათეულში კიდევ 5 ადამიანი შევიდა, მათ ისტორიებს კი მაღვიზერას კვირეულიდან გაიგებთ.